მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკზე საუბრობს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი. რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოშიმშილე ჟურნალისტს შეიძლება განუვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რაც სიცოცხლისთვის რეალური საფრთხეა. მედია მენეჯერის კოლეგები ამ წუთებში ვივამედთან იკრიბებიან ჟურნალისტების სოლიდარობისათვის იმ კლინიკასთან მიდიან, სადაც რეჟიმის უსამართლობის წინააღმდეგ მედია მენეჯერი შიმშილობს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებელი პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 35 დღეა მიმართავს. ვივამედთან შეკრებილი მისი კოლეგები გააპროტესტებენ მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას, რომელმაც მზიამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო. საუმე ლაბაძე მუშაობს კლინიკასთან, ის გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. უკანონო პატიმრობის და შიმშილობის 35 დღეს მხარდაჭერის გზავნილებს მზია ამაღლობელი ვივამედის კლინიკაში. კლინიკის ეზოდან მოისმენს იმ კოლეგებისგან, რომლებსაც მისი გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი და ასევე სოლიდარობის აქციები არ შეუწყვეტიათ ამ პერიოდის განმავლობაში და ალბათ ამ პროტესტის დამსახურებაც ის დიდი საერთაშორისო რეზონანსი, რომელიც უკავშირდება სწორედ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ტყვეობას და რომელიც სულ ბოლოს გამოვლინდა ევროპარლამენტის რეზოლუციით, რომლითაც ევროპელმა კანონმდებლებმა პირდაპირ მოითხოვეს ჟურნალისტის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი დავიწყოთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, უფრო კონკრეტულად კი იმ ექიმების შეფასებით, რომელიც ომბუდსმენმა შეკრიბა სწორედ იმ მიზნით, რომ მათ შეესწავლათ მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობა და დროულობა. ამ ექიმებმა მზია ამაღლობელთან იმუშავეს 7 თებერვალს ვივამედის კლინიკაში და ეს დასკვნა სწორედ 7 თებერვლითაა დათარიღებული. ამ დასკვნის შესაბამის ამ დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ დროისთვის იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, როგორც ექიმები აღნიშნავენ საკუთარ შეფასებაში, შესაძლოა წარმოიქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა და სწრაფად გაუარესდეს პაციენტის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ექიმები 7 თებერვლის აი ამ შეფასებაში მიუთითებენ იმაზე, რომ საჭიროა პაციენტმა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო უარის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ეს პროცესი გააგრძელოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკის ფარგლებში. 2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი. კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე, კეტოზის და მესამე ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. როგორც უკვე აღინიშნა, ეს დასკვნა ექიმებმა, რომლებიც ომბუდსმენმა შეკრიბა მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო და მომსახურების ადეკვატურობის და დროულობის შეფასების მიზნით გამოქვეყნდა მომზადდა უფრო სწორად 7 თებერვალს, თუმცა მის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ ახლა, რამდენად როცა უკვე 15 თებერვალია, ანუ გასულია ერთ კვირაზე მეტი, მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის კი ყველა დღეს აქვს ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია რომ ამ თემაზე გავესაუბროთ ახლა სწორედ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად უწყვეტად მართავენ პროტესტს მთელი ამ 35 დღის განმავლობაში და მათ შორის დღეს მოვიდნენ ვივამედის კლინიკასთანაც ნესტან ცეცხლაძეს გავესაუბრებით, რომელიც არის ნეტგაზეთის რედაქტორი. აი რა შეგიძლიათ გითხრათ სწორედ აი ამ ინფორმაციის შესახებ, რომელიც გამოაქვეყნეს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექიმებმა. ეს 7 თებერვალს მომზადებული დასკვნა, მის შესახებ ვიგებთ ახლა, დასკვნის შინაარსი კი არის საკმაოდ მძიმე, როგორც ეს უკვე უთხარით მაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში ეთერისთვის. კი ეს დასკვნა, რომელიც მე ჯერჯერობით სრულად არ მინახავს, არის საკმაოდ ძველი, როცა ომბუდსმენის შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის წარმომადგენლები შევიდნენ მზიასთან, მოინახულეს, გაეცნენ იმ დოკუმენტაციას, სამედიცინო ჩანაწერებს. ამის შემდგომ უკვე საკმაოდ ბევრი დღე გავიდა და დღეს უკვე 35 დღეა, რაც მზია შიმშილობს და როგორც არაერთხელ კლინიკის დირექტორმა ბატონმა ზურაჩხაიძემ განაცხადა, მისი მდგომარეობა არის, ყოველ დღე საშიში და სახიფათო და სწორედ ამიტომ მოვედით ჩვენ აქ დღეს, რომ გამოუცხადოთ მზიას სოლიდარობა და უთხრათ, რომ ის სჭირდება ქართულ მედიას, ის სჭირდება მეგობრებს, ის სჭირდება ჩემს შვილს, რომლის ახლო მეგობარია
და ასევე მოგვიანებით 6 საათზე უკვე ჩვენ გადავინაცვლებთ მარშზე პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მზია არის უკანონო პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. მანესტა ცეცხლაძეს უსმენთ, რომელიც შულთან ერთად მოვიდა დღეს მზია ამაღლობელისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით. ხედავთ ბანერს წარწერით მზია მიყვარხარ და ძალიან მენატრები, ასეთია წარწერა, რომლითაც დღეს მოვიდნენ ვიმამედის კლინიკის ეზოში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მზია ამაღლობელის კოლეგები. გავესაუბრები მერაბ მეტრეველს, ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მერაბ, ჩვენ წეღან ვისაუბრეთ ომბუდსმენის მიერ მოწვეული ექიმების მძიმე დასკვნაზე, რომელიც 7 თებერვალს მოამზადეს მათ, ახლა უკვე არის 15 თებერვალი და ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებული არ იქნება, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ საერთაშორისო რეზონანსზეც, რომელიც მოყვა მზია ამაღლობელის პატიმრობას. სულ ბოლოს რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტარებმა, რომელთაც მოითხოვეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუმცა სწორედ მეორე დღეს ნახეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ შუამდგომობას კი არ დააკმაყოფილა, არც კი განიხილა ეს მიმართვა, რომელთაც ითხოვდა საია ამაღლობელისთვის საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეცვლას. მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს და რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ მივახციოთ ჟურნალისტის გათავისუფლების მიზანს? სიმართლე გითხრა, ამ ხელისუფლების პირობებში ვეღარ ხვდები რა შეიძლება რომ რასად იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ გუშინ მართლაც ამ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, რომ აი სახის შენარჩუნებით მეშვეობით, ანუ ისე რომ რაღაც თქვა განსაკუთრებულ კანდახევა არ მოწეოდა, თქვა შეეცვალათ აღკვეთი ღონისძიება. ჩვენ ხო იმაზე არ ვთხოვთ, რომ საქმე შეწყდეს, დღესვე გამართლდეს მზია და ასე შემდეგ. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ უბრალოდ აღკვეთი ღონისძიება შესრულიყო გირავოთი. ხო, ეხა სრული აბსურდია, რომ ასეთი ბრალდ დანაშაულის, რასაც ედავებიან მზიას გამო, ადამიანი წინასაპატრობაში იყოს, ხო? სასამართლო თქვა, რომ მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო. რა ის მოწმეები აღმოჩნდა 4 პოლიციელი, როგორ მოახდენდა 4 პოლიციელზე მზია ზეწოლას, 4 პოლიციელი, რომელმაც თურმე თქვეს, რომ იმას რა ქვია, დგებუაძეს ფუფუა აეწვა სახელზე, აი ეს იყო მთელი მოწმეები და იმის გამო, რომ ამ 4 პოლიციელზე არ მოეხდინა თურმე მზია ზეწოლა, უნდა ყოფილიყო წინასაპატრობაში. და მოწმეება ხომ ისე ჩვენება. ანუ აი ეს ქონდა შანსი, რომ ეს ამბავი განემუხტა და ღირსეულად გამოსულიყო ხელისუფლება და არ წასულიყო ადამიანის ასე ჯანმრთელობის დაზიანებაზე და სექტორზე. ამიტომ მე აღარც კი ვიცი ამ ხელისუფლებას იმედი რამეში შეიძლება თუ შეიძლება კონდეს ადამიანს. ანუ აი ადამიანობის ნატამალიც კი არა აქვს ამ ხალხს. ხო, ხა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ეს აინი გვეუბნებიან, რომ რაღაც თითქოს კატასტროფული ამბავი მოხდა, ედავებიან ისეთი მუხლით, რომელი მუხლისაც უყენებენ, როცა პოლიციელს ვიღაცა ტყვიას ესურის. აი წინა დღეს ბათუმში ორი პოლიციელი დაჭრეს და აი პოლიციის დაჭრისთვის იმ ადამიანს საუყენეს ზუსტად ის მუხლი რაც მზიას და როგორ შეიძლება ხა პოლიციის დაჭრისთვის და ხელის მოქნევისთვის ერთ და იგივე მუხლი კონდეს ადამიანს საყენებული. ხო, ამ წინასწარი პატიმრობა კონდეს. ხო, მე ადრე ყველამ გაიხსენა ეს ცნობილი ვიდეო, როცა 2007 წელს ბიჯინა გუჯაბიძის მეუღლე მეგის ქარდაოს, რომელიც მაშინ იყო პოლიციის მაღალ ჩინოსანი, გაარტყა სილა და აი იმ სისხლიან ნაცებს არ უკადრიათ, რომ კალი ამის გამო დაეჭირათ. ერთი დღე დააკავეს და გამოუშვეს. ამაზე არის აქ საუბარი, მხოლოდ რა, რომ არ არის აუცილებელი დღეს ის პატიმრობაში იყოს. და როცა გვეუბნებიან, რომ ბოლოს ვიტყვი მარტო, რომ დღეს ხოლმე გამოდის, რომ იმას რა ქვია, დგებუაძის პოლიციელისთვის ხელის მოქმედება სახელმწიფოსთვის ხელის გარტყავდა. მაინტერესებს აი 2007 წელს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ, რომ მეგის ქარდავას ხელი დაარტყა. ის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. ანუ მეგის ქარდავასთვის ხელის დარტყმა სახელმწიფოსთვის ხელის გარტყმა იყო მაშინ? აი კოცებმა გამცემ პასუხი. მეგის ქარდავასთვის სილის გაწვნა მაკასახურიას მხრიდან ეს იყო სახელმწიფოსთვის სილის გაწვნა. მეგის ქარდავა განასახიერებდა სახელმწიფოს. რა დამოკიდებულა ესო თურმე ყველა პოლიციელი ეს სახელმწიფო და არ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამის გამო ადამიანი მეტრეველს უსმენდით და როგორც მისგანაც მოისმინეთ, ამ რეჟიმისგან ადეკვატურობის და მით უმეტეს ჰუმანური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ნაკლებად აქვთ მზია ამაღლობელის კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომლებიც პატიმრობის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აპროტესტებენ ამ უკანონო ტყვეობას და ითხოვენ კიდეც მის გათავისუფლებას, თუმცა ამის მიუხედავად ეს პროტესტი არ შეწყდება და დღესაც შეიკრიბებიან, აი ახლა ვხედავთ, რომ თანდათან იკრიბებიან ვიმამედის კლინიკის ეზოში ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სოლიდარობის გამოხატვისთვის და კიდევ ერთხელ მთავარი საპროტესტო გზავნილის გასავრცელებლად, რომ ციხეში არ უნდა იჯდეს ჟურნალისტი ქალი, რომელიც
ძიმე რისკების წინაშე დგას იმ შიმშილობის გამო, რომელსაც უკვე 35 დღეა მიმართავს. ჩვენ ბუნებრივია რომ გვინდა კომენტარი მოვისმინოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კლინიკა ვივამედის დირექტორისგანაც, ამ მიზნით უკვე დავუკავშირდით ზურაბ ჩხაიძეს და ველოდებით მის გამოხმაურებას, მანამდე კი ცნობად გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველმა გაავრცელა და რომლის შესაბამისადაც ვიგებთ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნების შემცველი იყო ჯერ კიდევ 7 თებერვალს, მაშინ როცა მასთან ომბუდსმენის მიერ მოწვეულმა მედიკოსებმა იმუშავეს.